მე ვარ ნოდარ ზარქუამ 40 წლის პროფესიით იურისტი სამართლოცოდნე ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციის ადმინისტრაციული წარმოების ჩემი ასე ვთქვათ მეურნეობასთან დაკავშირება მოხდა ესე მეგობრების ჩართულობით ჩემ მეგობრებს უნდათ ვენახის გაშენება და მე იმათგან ბევრ რაღაცას ვსწავლობდი და ნელა შევისწავლე. იდეა ესეთი იყო, როცა გადავწყვიტე ვენახის გაშენება აქა, რომელიც ადრე თავში იყო, მქონდა ბაბუას ვენახი, მე აქ სიმინდის მოყვანა ხდებოდა და ერთადად მე გადავწყვიტე, რომ ენდემური ჯიში მარტვილისთვის და სამეგრელოსთვის სახასიათო რაც არის ოჯალეში, განთქმული ჯიში ეს გამეშენები. მე ჩემი მეგობრების დახმარებით მივაკვლიე უბრალოდ გავიგე რომ იტალიური სანერგე მეურნეობა რაუშედოს მეურნეობა და იქ აქვთ ქართული ჯიშებიც წაღებული რომელიც მათ მიერ არის გასუფთავებული ვირუსები და ასე შემდეგ და გამოყვანილი კარგი ნერგები და მათ ვთხოვე რომ გამოეგზავნათ ჩემთვის ცოტა ოდენი. რა შეიძლება კომპანიას ეს არის ნოკოს ოდამარანი. ეს ნოკო არის სახელი რომელსაც ბაბუოჩოს მოფერებით ვეძახდით და ეს მოდის იქიდან რომ ერთხელ მე ჩემი ძმაც ირაკლი ზარქუათ ჩემი კოლეგა არის ასე ვთქვათ ერთი პროფესიისა ვართ მამაც იურისტი იყო და მისი ის იყო ზეგავლენა რომ ჩვენ ამ პროფესიაში ყოფილიყავით. ეს აკრული რო გავჭრა ეს აკრული რო გავჭრა მტევანს მიფუჭებს ეს აკრული რატომ გაჭრა ეს ეონი დაჭერი მაინც მე უფრო გავითავისე რა შრომა და რა პასუხისგებლობა. მე უკვე როცა დავრგე, როცა უკვე წამოიზარდა და ის შრომა რაც ამას მოვლა სჭირდება, უკვე პასუხისგებლობა გიჩნდება ვაზის მიმართ და უკვე შენ თავს რო უკან არ დაიხიო რა და პირიქით გახვიდე შედეგი და სულია ბიოთი მოვლა, რაც უფრო ვისწავლე, რაც უფრო ჩავიხედე ამ კლიმატურ სიტუაციას, რაც უფრო შევეჯახი, უფრო მივხვდი რა, მაგრამ რატომღაც აი მე ოჯახიც გვერდში გასულ ყველა ქაორქესაც შეგრებელი და იმეც ისეთია რა ძალას გაძლევს რომ გაუძლო და გააკეთო. მე ხავდექი და ჭვიტილური გავაშენე, ეს არის თეთრი, ისიც მეგრული ძველი ტრადიციული ჯიში არის და ეხლა ვფიქრობ იმაზე რომ ამ ბებიაჩემის და ბაბუაჩემის სულის საოხა და მათ სულის უგდავად აქ შევქნა ისეთი მეურნეობა რომელიც რაც უფრო მეტს დავიხარჯები და მერს დავდებ, უფრო მეტად მომინდება მე აქ ყოფნა და აქტიურ ცხოვრებას რომ შევეშვები თბილისში ასე ვთქვა და საქმიანობას ვთელობ მე რომ აქ ვიყო და ეხაც მთელი კვირა რომ გადატვირთული და დაძაბული სტრესული სამსახურიდან გამომდინარე მე შაბათ-კვირას აქ შრომა და ის უფრო ციტი შვებას ვანდეს ნაკვეთი სახელმწიფოს მიერ იქნა გამოტანილი 10 ჰექტარის შევიძინე იქ თხილი მაგ რაღაც ნაწილზე გაშენებული და ვფიქრობ სხვადასხვა კულტურებს იქ როგორც ნიადაგიც რა კუთხითაც იქნება შესაფერისი იმ კულტურასთან. მოცვისთვის არის კარგი ჩაის პლანტაცია, ციტრუსოვანი და სხვადასხვა ისინი, რომ სხვადასხვა ნაწილი ცოტ-ცოტათი აპირები დაფნა შეიძლება იყოს რაღაც ნაწილზე, შეიძლება რაღაც პატარა ოდას ფორმის კოტეჯებიც საკუთარ სტუმრები. ერთი დიდი мотиваცია არის რომ ვისწავლო როგორ უნდა გავაკეთო სწორად. ბიბლიოთეკის გაკეთებაც მინდა რომ ამ ბიბლიოთეკაში არა მარტო სოფლის მეურნეობის კუთხით, სხვადასხვა სამართლის კუთხით, რაღაც მეგობრები ვის რა შეუძლია რომ ცოდნა გაუზიაროს სხვას, ჩემი ოდამარანი მიზიდულობის ადგილი გახდეს და თუნდაც ის რომ ვიყო აქ და ხშირად ყვავდა სტუმრები, მეგობრები, სკოლას დავამთავრებდით თუ არა, ჩემს მოვდიოდით, საფულს აკვატარებდით, სოფელში ბებია ბაბუასთან. და იქ სტადიონი არის, სავსე იყო 4-5 გუნდი იყო, ერთმანეთს რო ვეთამაშებოდით, ეხლა 5 ბავშვი ვერ შეკრიბავ. ისეთი ის არის და სულ ყველა რაღაც ფიქრობდა, მაგრამ მოვადრო რომ აუცილებლად ყველა დაბრუნდება. ცოდნის გაზიარების პრობლემაა, არ უნდა ახალეს მიიღება და ერთულებად რა ეს რა და რთულია რა, დაქცინის ეს რა არის, რა მოიტრიბაჩობას იგონებ, რაღაც ესეთი ისინია, მაგრამ აი ჩემ თავს ვებძი რომ არავის რო გული ამის შემთხვევაში და პირიქით გავაკეთო და მივყვე რა და ჩემი მეუღლე არიან ფერკაძე, რომელსაც ეხლა როგორც მე
პროფესიული კურსი გავიარე მე ვენახი მეღვინის იმანაც ჩააბარა ეუფლება ეხლა რომ იმიტომ მონაწილეობს გასვლაში პლანე ოპერაციებში სხვადასხვა საკითხად ვენახი ჭირდება დედაჩემია ძალიან საფულო სულთან დამყვება და სულ ის რომ რა როგორ და იმიტომ რომ მე მაქვს სურვილი და ასე და თავია გადადებული ჯაბადური მორბის ჩემთან ერთად რომ გაშიტნოს მარტო არ ვიბზავრო საქმე მომხედოს მას დიდი მადლობა მისი დამსახურება ყველაფერი აბსოლუტურად დედაჩემის სასახელო ჩემი ძმა ირაკლი მის მეუღლე თეო არ დაკარგო ერთ-ერთი მართვა. არა, ძმაო, 3 წელი ველოდი და ღამის 4 საათზე დავრგე ეს ნერგი და მარცვალ დავაგდებ. მე ვარ მარი ქერქაძე, 40 წლის. ამ შემთხვევაში უკვე ბიო მეურნე და მე ვენახე. სურვილი მაქვს რომ ვიყო მეღვინე, ასევე. გამომავლოთ პატარა საოჯახო სასტუმროც გვინდა რომ გავაკეთოთ, სტუმრები მივიღოთ, გუმასპინძლოთ, ანუ აგროტურიზმით გვინდა რომ დავყავდეთ. მოკლედ დღეს გვაქვს პირველი რთველი. ეგრეთ წოდებული ნიშანი, იმაშიც მივიღე მონაწილეობა, რომ ეს პატარა ნიშნები გამოვარჩიეთ და დავტოვეთ 1 და 2 ცალი ვენახზე და დღეს ძალიან ცოტა, მაგრამ ჩვენი ყურძანი უკვე მოვიწიეთ და ვწურავთ ამ წუთას. ვფიქრობ მეუღლის და მეორე ნახევრის ხარდაჭერას ძალიან დიდი როლი აქვს, იმიტომ რომ არის რომ ჩვენ გვყავს ბავშვები, გვყავს ოჯახი გვაქვს. შესაბამისად თბილისშიც ვახერხებ რომ ეს ყველაფერი უზრუნველყო და მე ვიყო ჩართული ბავშვების მიმართულებით და ოჯახის მიმართულებით, ამიტომ ჩვენ მეუღლეს უთავისუფლდება დრო რომ უფრო ხშირად იყოს აქეთ, მაგრამ როდესაც არის მწვანე ოპერაციები, გასხლა, რთველი, ღვინის დაყენება და ასე შემდეგ, მაქსიმალურად მეც ჩართული ვარ, ბავშვებიც ჩართულები არიან და ვცდილობ რომ არაფერს არ მოვაკლდე. ამიტომ მგონია რომ ჩემი მეუღლე ვერაფერს ვერ იზავდა ჩემ გარეშე. როგორც ალბათ პირიქით მეც ერთმანეთს ვაძლიერებთ. ჩვენ პროფესიებში საკმაოდ წარმატებულები ვართ. ჩემი მეუღლე იურისტია, მე ბანკების და ფინანსების სპეციალისტი და ჩვენი მიმართულებით გვაქვს ჩვენი საკუთარი კომპანიები, ამას მართავთ და პარალელურად ძალიან რთულია ამის შეთავსება და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ალბათ მომგებიანობის და ბიზნესის თვალსაზრისით არც დაგვიწყია ეს ყველაფერი და საომავლოდ ალბათ რაღაცა გარკვეულად მოიტანს ეს შემოსავალს, მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზანი და მიზეზი. ეს იყო რაღაცნაირად განვითარება ზუსტად სოფლის, რეგიონის. ჩვენ შეიძლება პატარა მეურნეობა გვაქვს, მაგრამ დასაქმებული გვყავს ასევე რამდენიმე ადამიანი და ის რომ ხალხი სოფელში დაბრუნდეს, პატარა სამუშაო გაჩნდეს და ინტერესი გაჩნდეს, ალბათ ეს იყო მთავარი მიზანი. მე მგონია რომ ცოტა სტიმული გავუჩინეთ მოსახლეობას და რაც უფრო მეტი მოგვბაძავს და მეტი გადავა თუნდაც ბიომეურნეობაზე, თუნდაც სოფელში დაბრუნდებიან, სამუშაო ადგილებს გააჩერენ, მგონია რომ ეს урбанизация შეჩერდება და მეტი ხალხი დარჩება სოფელში და დაუბრუნდება თუნდაც თავის კერას. მე ვარ ირაკლი ზარქუა, 40 წლის. ბიომეურნეობა გადაწყვიტა ნოდომ და ეს ხდებოდა კოვიდის დროს. და ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოვედით იქამდე რომ დღეს გვაქვს პირველი რთველი.